დილამშვიდობისა. საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. ისტორია, რომელიც დღეს მინდა მოგიყვეთ, დაიწყო 1965 წელს, როდესაც ერთ-ერთმა ქალბატონმა სინდი ვაისმა თავისი სამი შვილის პრობლემის გამო გადაწყვიტა ბევრ ადამიანს დაკავშირებოდა და მათგან მიეღო დახმარება. უნებურად ამ საუბარს ესწრებოდა 4 წლის რიკი ვაისი, რომელსაც კარგად არ ესმოდა დედიკოს საუბრის შინაარსი, თუმცა ერთი და იგივე სიტყვების კომბინაცია მეორდებოდა და გადაწყვიტა, რომ იცის რა სჭირდება დედას. მივიდა და უთხრა, მე ვიცი შენ რაც გჭირდება, შენ გჭირდება 65 ვარდი. მართალია დედამ ცრემლები გადაყლაპა და დაეთანხმა, რომ დიახ 65 ვარდი მჭირდებაო. მაგრამ ამ ფრაზამ დაიწყო ახალი ისტორია, რომელსაც ცისტური ფიბროზის შესახებ ცნობადობის ამაღლება შეეძლო. რატომ? Cystic fibrosis, ასე ჟღერს ინგლისურად ცისტური ფიბროზი. 65 roses, ასე ჟღერს ინგლისურად 65 ვარდი. ალბათ თქვენც ადვილად შენიშნეთ, როგორ გავს ჟღერადობით ეს ორი სიტყვათა შეთანხმება და რატომ შეეშალა 4 წლის პატარას ადვილად დედიკოს ნათქვამი სიტყვები. მართალია მას შეეშალა, მაგრამ 65 ვარდი იქცა ცისტური ფიბროზის სიმბოლოდ, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი განსაკუთრებული მხარდაჭერის ნიშნად იყენებს. მათ შორის ვართ ჩვენი გადაცემა, რომელიც წლების მანძილზე ცისტური ფიბროზის დღესთან დაკავშირებით, ცისტური ფიბროზის კვირეულთან დაკავშირებით და 65 ვარდის დღესთან დაკავშირებით საგანგებოდ გახსენებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ეს პრობლემა. 1965 წელს 4 წლის რიჩარდ ვაისმა საკუთარი დაავადების სახელი გამოთქვა, როგორც 65 ვარდი. მას შემდეგ ვარდი იქცა სოლიდარობის სიმბოლოდ იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ცისტური ფიბროზი აქვს. სამოცდახუთი ვარდი ბავშვების მხარდასაჭერად. პირადი ექიმი მარი მალაზონია ცისტური ფიბროზის ცნობადობისთვის. ორსულობა არის განსაკუთრებული მდგომარეობა. ორსულობა არ არის ავადმყოფობა. მაგრამ იმდენად საპასუხისმგებლოა ეს მდგომარეობა თავად ორსული ქალბატონისთვის და იმ სოციუმისთვის, რომელშიც ის არის, რომ ძალიან ხშირად ჩვენ თითოეულ სიტყვას, როგორც ნებისმიერი დიაგნოზის დროს და ზოგჯერ კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით ვწონით და გიზიარებთ. ეს მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ჩვენ პრაქტიკულად ჯანმრთელ ქალბატონებზე ვსაუბრობთ. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც გარკვეული პრობლემების მქონე ქალბატონებზე ვსაუბრობთ. და განსაკუთრებულია ჩვენი პასუხისმგებლობა, როდესაც ყოველწლიურად ვუბრუნდებით თემას, რომელმაც შეიძლება შეცვალოს ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა და საფრთხე შეუქმნას არა მარტო თქვათ კონკრეტულ მდგომარეობაში მის სასიცოცხლო პარამეტრებს, არამედ ზოგადად სიცოცხლე დადგეს საფრთხის ქვეშ მისი და მისი შვილის. ეს არის მდგომარეობა, რომელსაც პრეეკლამპსია ჰქვია. ჩვენ ამას განმარტავთ, ისევე როგორც არაერთხელ მოგისმენიათ მისი განმარტება ჩვენს გადაცემაში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს ამ თემაზე საუბარი, რადგან დღეს მთელი მსოფლიო პრეეკლამპსიის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს და ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ჩვენი გადაცემის მეგობარი, ადამიანი, რომელიც სისტემატურად მოდის ხოლმე ამ თარიღთან დაკავშირებით იმისათვის, რომ პროფესიული გამოცდილება გაგვიზიაროს, იგი გახლავთ მეან გინეკოლოგი პროფესორი ბატონი მამუკა ნემსაძე. დილამშვიდობისა მამუკა, მოგბრძანდით. დილამშვიდობისა. ჩვენ არ დავარღვიეთ ტრადიცია და დღესაც შევიკრიბეთ იმისთვის, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ გავახსენოთ, რამდენად საპასუხისმგებლოა ის თემა, რომელსაც საერთაშორისო დღეც კი ეძღვნება. და ეს არის საპასუხისმგებლო თემა
თავად ქალისთვის, ოჯახისთვის აღარაფერს ამბობს სამედიცინო საზოგადოებაზე. ერთი მხრივ ჩვენ ვსაუბრობთ მდგომარეობაზე, როდესაც საზოგადოება მეტნაკლებად იცის საქმე ეხება წნევას, რომ ეს არის ორსულობისა და ჰიპერტენზიის, ანუ მაღალი წნევის რაღაცნაირი გადაჯაჭვა. მაგრამ ჩვენ მოგვიწევს განმარტოთ ერთი მხრივ სწორედ ორსულობისა და წნევის საკითხები და მეორე მხრივ ავხსნათ პრეკლამსია არის მხოლოდ წნევის მატება? დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სტუდიაში მოწვევისათვის. საკმაოდ პრობლემური თემა, რომელიც 2000 წელია აწუხეს კაცობრიობას ადამიანში, ჰომო საპიენსში, ამ წნევის განვითარება აღწერილი იყო ძველ ეგვიპტურ პაპირუსებში. და როგორც ენაზე კბენა და მიმართავდნენ ზეითუნის ზეთით მკურნალობას. მედიცინის მამამ ჰიპოკრატემ 400 წლის წინ ქრისტეს შობამდე მას სახელი უწოდა ეკლამსია, ელვა, გაელვასავით ჩდება ეს დაავადება და ანადგურებს რიგულ ყველაფერს. შუა საუკუნეებიდან და მის შემდეგ გამოჩნდა კლინიკური მარკერები, კლინიკური მონაცემები, რომლებიც ხევითაც ეცადნენ მიენიჭებინათ ამ დაავადებისათვის რაღაც კლასიფიკაცია, განსაზღვრება. ეს იყო არტერიულ წნევის მომატება, ეს იყო შარში ცილის განსაზღვრა, ეს იყო შეშუპება. დროთა განმავლობაში ამ კლინიკური ტრიადიდან რამოდენიმე გამოაკდა, რამოდენიმე რა პირველ რიგში ორსულთა შეშუპება, რომელიც ბევრ ქალს შეიძლება ჰქონდეს. შემდგომ ეჭვს ქვეშ გადადგა ცილის არსებობა, მნიშვნელოვანია თუ არა. 2000 წელს, როდესაც პირველი სტატიები გამოჩნდა, რომ ეს მხოლოდ არტერიულ წნევის მომატება და შარში ცილის არსებობა არ არის და უფრო სხვა რაღაც ბიოლოგიური მარკერების მოძებნას ცდილობდნენ, იქ დაიფსვა ჰიპოთეზა, რომ რაღაც სხვა ნიშნებია საჭირო, სხვა კრიტერიუმებია საჭირო ამ დაავადების გენეზის გამოსაცნობად. და სადღაც 10 წლის შემდეგ გამოჩნდა პირველი სტატიები, რომელიც მიუთითებდა, რომ ამ დაავადების განვითარების პათოგენეში ძირითადი როლი პლაცენტას, ანუ ნაყოფის მიერ წარმოშობილ ორგანოს ენიჭებოდა. ეს არის მოლაპარაკების ეტაპი ნაყოფის უჯრედების, პლაცენტის და დედის სიზარღვებს შორის. რამდენად წარმატებით წარიმართება ეს მოლაპარაკება, თუ რამდენი უნდა გასცეს დედა სისხლი, რამდენი უნდა მიიღოს ნაყოფმა, რამდენად მოახდენს პლაცენტის, რომელიც პირველ ტრიმესტრში, სადღაც 8-9 კვირას, როდესაც ყალიბდება ემბრიონი, ამავე დროს ყალიბდება მის სისხლის მოქცევისათვის აუცილებელი სტრუქტურა პლაცენტა, რომელიც მოლაპარაკებებს აწარმოებს დედის ორგანიზმთან და აი ამ ეტაპზე ვითარდება დისფუნქცია. უჯრედის პლაცენტის დესპანები, ეგრეთ წოდებული ტროფობლასტი, მიემართება დედის სიზარღვებში და მის უჯრედებს ცვლის. ანუ ნაყოფის უჯრედები დედის უჯრედებს ჩაანაცვლებს და ამით სისხლის მიმოქცევა ნაყოფისთვის ძალიან კომფორტული ხდება. როდესაც ეს მექანიზმი არ მუშაობს კარგად, ვითარდება დიდი სამეანო სინდრომები, კერძოდ პრეეკლამსია, ნაყოფის ზრდის შეფერხება, ნაადრევი მშობიარობა. პრეეკლამსიას თუ დაუბრუნდებით, სწორედ აი 10-15 წლის წინ აღმოჩენილი ეს კვლევა, რომლის მიხედვითაც ფიქრობენ, რომ პლაცენტაა ძირითადი მიზეზი და დედის თელი სიზარღვოვანი სისტემის გავლენა აი ამ სიციტოტროფობლასტის იმ უჯრედების, რომელიც პლაცენტის დესპანად გვევლინებიან, მის საპასუხოდ განვითარებული ანთებითი რეაქცია მთელ დედის ორგანიზმში. ანუ პრეეკლამსია ეს არის აისბერგის მწვერვალი და გამოხატული წნევის მომატება, ორგანოების ფუნქციის დარღვევა, საუბარია ღვიძლის, თირკმლის ფუნქციის დარღვევაზე, ცვლის ტვინის ფუნქციის დარღვევაზე, მხედველობის დარღვევასა და თავის ტვინის სისხლის მოქცევის დარღვევაზე, აგრეთვე ფილტვების დისფუნქციაზე. ეს არის აისბერგის მწვერვალი, რომელიც ჩადებულია ძალიან ადრეულ ეტაპზე, ემბრიონის განვითარების ეტაპზე, 8-9 კვირაზე, როდესაც ყალიბდება პლაცენტა და შემდგომ ორსულობის მეორე ნახევარში, როდესაც გამოვლინდება ეს ჩვენთვის უკვე ცნობილი არტერიულ წნევის მომატების ციფრები, ეს უკვე მეორადი გამოვლინება იმ დარღვევების, რომელიც სავსებით არ ასახავს არტერიულ წნევის აქტუალობას. ქრონიკული ჰიპერტენზიის შემთხვევაში არაორსულ პაციენტებში ერთ-ერთი წამყვანი
დაავადება მსოფლიოში, კურსდეავთა სისტემის დაავადებები და პაციენტები ღებულობენ წლობით, ათწლეულობით წნევის დასარეგულირებელ პრეპარატებს. მას რა გახდა ეს ორსულობა, რომელიც 4 თვე ნახევარი გამხდარა საკმაოდ დიდი პრობლემა მთელი ქვეყნებისათვის, მთელი მსოფლიოსთვის. სამწუხაროდ პრეეკლამსიის ინციდენტობა მსოფლიოში სადღაც 3%-მდე ვარირებს, აფრიკულ ქვეყნებში 8-12%-მდეა სუბსაჰარულ აფრიკაში. ჩვენ ქვეყანაში 1.6, 1.8, 2%-ს ქვემოთ გვხდება და საკმაოდ ძიმია ის დანაკარგები, რომელიც დედის დანაკარგები, რომელიც ამ პრეეკლამსიას უკავშირდება. ყოველწლიურად 75,000 ქალი იღუპება პრეეკლამსიის და მისი გართულებებით. მაგრამ პრეეკლამსია მარტო ქალის პრობლემა არ არის. სამწუხაროდ ეს არის პრობლემა ნაადრევი მშობიარობის. პრეეკლამსიის დროს, როდესაც დედის მდგომარეობა მძიმდება, ხშირად გვიწევს ორსულობის დროზე ადრე დასრულება, რაც ნაყოფისთვის თლად კომფორტული არ არის. თლად კომფორტული ძალიან რბილი ნათქვამია, იმიტომ რომ წელიწადში თუ ისევ სტატისტიკას დაუბრუნდებით, 9 მილიონი ახალშობილი იღუპება წელიწადში პრეეკლამსიასთან დაკავშირებული ნაადრევობის გამო. მისი ადრე დაბადების ნაწილობრივ ეს ექიმების მიერ ინდუცირებული, ანუ ეგრეთ წოდებული იატროგენული ნაადრევი მშობიარობა, იმის გამო რომ ჩვენ გინდა რომ დედა გადავარჩინოთ, ხიფათში ვაგდებთ ნაყოფსას და საბოლოოდ გამოდის რა, დედას ეს დაავადება თლად ვერ მოუჩინეთ და ახალშობილის რისკის ქვეშ დავაყენეთ და რაღაც ნაწილი ამ ნაადრევად დაავადებული ახალშობილისა დაიღუპა. საქმე ის არის, რომ ორსულობის დასრულებით ეს პრობლემა არ მთავრდება. ორსულობა კი არის ამ პრეეკლამსიის გამოვლინების და მისი თითქოს ეტიოლოგიური ფაქტორი. თლად ეტიოლოგიას ვერ დავარქვევთ, იმიტომ რომ ორსულობა მაპროვოცირებულია, იმიტომ რომ რატომ ყველა ორსულს არ ემართება? ორსულად ვინც არის? აი, სწორედ ეს მინდოდა მეკითხვა და თუ არ მიწყენთ, მოდით ამ მიმართულებით გააგრძელეთ მსჯელობა, იმიტომ რომ თქვენ ისედაც სწორედ ამ თემას შეეხეთ. როდესაც ჩვენ რაღაც პრობლემაზე ვსაუბრობთ ხოლმე, შევთანხმდით, რომ ორსულობა არის მდგომარეობა და ეს არ არის მთელი სიცოცხლის განმავლობაში გაგრძელებადი მდგომარეობა. მაგრამ პრეეკლამსია განა არის ის მდგომარეობა, რომელიც მხოლოდ ორსულობასთან არის დაკავშირებული. აი, ამ კითხვის დასმა მინდოდა. არის თუ არა ეს ის მდგომარეობა, ანუ ჯანმრთელობის პრობლემათა ერთობლიობა, რომელიც სწორედ ორსულობის დროს შეიძლება გამჟღავნდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ორსულობის დროს დაიწყო, ან ორსულობით დასრულდება. შესაბამისად, როდესაც იბადება კითხვა, მაგალითად პირველი ორსულობის დროს, ან მეორე ორსულობის დროს იჩინა თავი ამ მდგომარეობამ. არის თუ არა ეს სარისკო თავისი შინაარსით და წარმოადგენს თუ არა ეს რისკს ყველა შემდგომი ორსულობებისთვის, იმიტომ რომ ეს თუ ქალის ორგანიზმთან ასოცირებულია და არა მხოლოდ დროებით ორსულობასთან, მაშინ გამოდის, რომ ყოველი შემდეგი ორსულობა ამ ქალისათვის შეიძლება იგივე რისკის მატარებელი აღმოჩნდეს. რა თქმა უნდა, ყველა ჩვენ გვაქვს სუსტი წერტილები, აქილევსაც ქონდა მყესი სუსტი. ასევეა ორგანიზმის სუსტი წერტილები, რომელიც ლოკუს მინორის რეზისტენცია, ასე ვასწავლეთ ლათინურში. და ეს ორსულობა გამოდის როგორც გამოწვევა ქალის ორგანიზმისათვის. ზოგიერთ ორსულს უვითარდება გესტაციური შაქრიანი დიაბეტი 2-3%. ზოგიერთისთვის ეს არტერიული წრევის მომატება, რომელიც პრეეკლამსიაში გამოიხატება. დასრულდება ორსულობა. დასრულდება ასთვის შეიძლება დროულად ან ნაადრევი ორსულობით გაივლის 12 კვირა. ეს 12 კვირა თქვა რომ ახსენეთ, 12 კვირის განმავლობაში შეიძლება პრეეკლამსიამ თავი იჩინოს და არტერიული წრევის მომატება უკვე არაორსულში, მელოგინე ქალში გარკვეული გართულების მიზეზი გახდეს. აი ამ 12 კვირის გასვლის შემდეგ გება არაორსული მდგომარეობა ქალისათვის და შემდგომ ცხოვრებაში მათ ძალიან დიდი რისკი აქვს გულსწრაფთა სისტემის დაავადების განვითარებისა. 25 წლის შემდეგ ორსულობის დასრულებიდან, ორსულობა რომელიც გართულდა პრეეკლამსიით, 25 წლის შემდეგ 100% ქალებს უვითარდებათ გულსწრაფთა დაავადებები. საკმაოდ მაღალი რისკია იმისათვის, რომ მაგალითად 50 წლის ქალბატონს არტერიული ჰიპერტენზია და შემდგომ ამასთან ასოცირებული ძალიან ბევრი გართულებები არ შევეხოთ, არ არის ეს ჩვენი ორსულობის გარეშე წნევის მომატება საკმაოდ დიდი თემაა და პირობითად ეს არტერიული წნევის მომატება ეს დამარცხება ორსული ქალის ორგანიზმისა წნევის წინაშე მიუთითებს იმას, რომ შემდგომ
მას ცხოვრებაში საკმაოდ დიდი გამოწვევალის არტილერიასთან ბრძოლის და აი მათ ვისაც ეს განუვითარდათ განსაკუთრებით ყურადღება უნდა მიაქციონ იმ რისკ ფაქტორებზე, რომელიც შეიძლება მომავალ ორსულობაში გახდეს პრეეკლამსიის წინაპირობა. დიახ, და აი ამ ფაქტორებთან დაკავშირებით უნდა გკითხოთ, ჩვენი საუბრის ამოცანა არასდროს არის საზოგადოების დაფრთხობა და შეშინება. ჩვენი საუბრის ამოცანა არის ყოველთვის იმ რისკების განმარტება, რომელიც წინაშეც ვდგავართ ჩვენ, იმიტომ რომ ცოცხალი ორგანიზმები ვართ და განსაკუთრებულია პასუხისმგებლობა, როდესაც ორსულობაზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ეს არის დედის ჯანმრთელობა, დედის სიცოცხლე, ეს არის ნაყოფის ჯანმრთელობა და მომავალში უკვე ბავშვის სიცოცხლე. ამიტომ, როდესაც ჩვენ რაღაც რისკებზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში თქვენ საუბრობთ შესაძლო პრობლემებზე, ან იმ მრავალწახნაგოვან მდგომარეობაზე, რასაც პრეეკლამსია ქვია, და ორსულობა და წნევის ურთიერთობა, ჩვენ გულისხმობთ იმასაც, რომ არის შესაძლებლობები, რომელთაც ამისი თავიდანაცილება შეიძლება, ან ზოგადად უკეთესი მართვა შეიძლება. და რამდენად შეუძლია ასეთ შემთხვევაში თავისი როლი შეასრულოს თავად ქალმა და რაში შეიძლება ოჯახი დაეხმაროს. რა თქმა უნდა, ძირითადი ამოსავალი წერტილი ამ დაავადებათან ბრძოლის ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესი. ისე იმას უბრუნდებით. თითქოს დაუჯერებელი, თითქოს გაცვეთილი, მაგრამ დიახ. ჭარბიწონა, საკვების სწორი მიღება, ალკოჰოლის, კოფეინის და დასალევი ჩაიზე არის საუბარი არის მაგალითად ტაურინის და კოფეინის შემცველი ენერგეტიკული სასმელები. საუბარი არის გვიანი ორსულობა, საუბარი არის წინა ორსულობაში გამართულ პრეეკლამსიაზე. არის გარკვეული რისკ ფაქტორები, რომლის გამოც ჩვენ პირველი ვიზიტის დროს საკმაოდ საბუძვლიანი გამოკითხვას ვაწარმოებთ, თუ რომელი ორსულია მაღალი რისკის ქვეშ და შემდეგ ვიწყებთ რაღაც პრევენციულ ღონისძიებას. ვისარგებლო შემთხვევები და განმარტავ, რომ ეს რისკ ფაქტორები არის. პირველი ორსულობა, ჩვენ ხარ ვიცით წინა ორსულობაში რა იყო ეს პირველი ორსულობა, ესე როგორც ნაადრევი მშობიარობა გაურკვეველი რატო ემართებათ და ნაადრევი მშობიარობის შემთხვევაში 30%-ში მეორდება ეს დაავადება. ეს არის პირველი ორსულობა, ეს არის შაქრიანი დიაბეტი პირველი ან მეორე ტიპის, ავტოიმუნური დაავადებები, ჭარბი წონა, მასაწონის ინდექსი 30-ზე მეტია. ეს არის სამწუხაროდ ხელოვნური განაყოფიერება. ეს არის ასაკი 35 წელზე მეტი. ეს მდგომარეობები მოითხოვს ძალიან კარგად განმარტებას ორსულისათვის, თუ როგორ უნდა შეცვალოს ცხოვრების წესი. თუ მას დაგეგმილი ქონდა ორსულობა და მიმართა ექიმს, ან და ოჯახის ექიმს, ან წაიკითხა უბრალოდ ლიტერატურა და მიმართავს ჯანსაღი ცხოვრების წესს, ცხოვრებას. აზრზე ბევრი გვაქვს საუბარი და ხა კიდე როგორ გავიმეოროთ იგივე, მაგრამ შემდგომში თუ ასეთი ორსული უკვე მომზადებული მივა ორსულობისათვის, არა ჭარბი წონით, მოწესრიგებული კვების რეჟიმით, ფიზიკური აქტივობით, ნორმალური გლიკემიური სტატუსით, ანუ შაქრის დონე ნორმალურს როცა ის ეს ცხოვრების წესი განსაზღვრავს შემდგომში გართულებების არსებობას. იმის შემდეგ თუ ექიმი რომ დაადგენს, რომ ეს ორსული მიეკუთვნება მაღალი რისკის ჯგუფს, არის გარკვეული მაგრამ საკმაოდ შეზღუდული ინტერვენციები, რომელიც მაინც მინდა რომ გავაჟღეროთ, ეს არის ფიზიკური აქტივობა, მინიმუმ 140 წუთი მსუბუქი დატვირთვა დღეში. ზოგადად არტერიული ჰიპერტენზიის პრევენციისთვის ამერიკის კარდიოლოგთა ასოციაცია ურჩევს გარდა იმისა, რომ ასეთი მსუბუქი ვარჯიში, არამედ აერობული, ანუ დატვირთვა მიიღოს ადამიანმა და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია გულის დახვდა. მოდით დავაზუსტოთ 150 წუთი დღეში? კვირაში. დიახ, დღეში და ამიტომ ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს არის სტანდარტი, როდესაც 5 დღეზე 30 წუთს ანაწილებენ, ან შეუძლია 7 დღეზე გადაანაწილოს ეს 150 წუთი. და მსუბუქ დატვირთვაზეა საუბარი, არ არის საუბარი სიმძიმეების აწევაზე და სერიოზული დარბაზში, სერიოზულ ვარჯიშზე, მსუბუქი დატვირთვა სავსებით საკმარისია. ეს არის კალციუმის დანამატები, რომელიც მოთხოვნაც გაიზარდა ორჯერ დღევანდელი მონაცემებით და ეს არის უძველესი პრეპარატი ასპირინი.
რომელიც ტირიფისგან მიიღეს 2000 ლეურის წინ და შემდგომ კომერციულად მისაღები გახდა. ხოლო ამასთან დაკავშირებით, ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით ძალიან კაცრად უნდა განსაზღვროს ექიმის მიერ, ვის უნდა მივცეთ ეს ასპირინი და შესაბამისად შეფასდეს რისკი სათანადო ბიოქიმიური კვლევებით, სათანადო ეკოსკოპიური კვლევით ორსულობის პირველ ტრიმესტრიდან, აი პირველი 12 კვირის ვადაზე ფარგლებში ფასდება სწორედ ის რისკები და თქვენს ექიმს ჩემ ძვირფასო ორსულებო მიმართეთ რომ ეს კვლევები ჩაგიტანონ რათა გამოვლინდეს ის რისკები რომელიც თქვენ შემდგომში შეიძლება პრეეკლამსიასთან უკავშირდებოდეს. დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია მე და შევაჯამო დღევანდელი ჩვენი შეხვედრა. მნიშვნელოვანია რომ ამ თარიღთან დაკავშირებით ჩვენ კიდევ ახალი გამოცდილება გავუზიარეთ ჩვენს საზოგადოებას და განსაკუთრებით ორსულ ქალბატონებს ან მომავალ დედებს, რადგან როდესაც თქვენ დაასახელეთ კონკრეტული საშუალებები, ასევე ხაზგასმით ბრძანეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ამ საშუალებებთან დაკავშირებით პროფესიული გამოცდილების გაზიარება და მხოლოდ პროფესიონალთა რეკომენდაციით ნებისმიერი დანიშნულების მიღება. ისევე როგორც რისკების შეფასება და გათვალისწინება ზოგჯერ ჯობს რომ მეტი სიფხიზლე გამოვირჩინოთ, ვიდრე მოვადუნოთ ყურადღება ისეთი პრობლემების მიმართ, რომელზედაც დღეს ჩვენ საუბრობდით. მადლობა მამუკა ჩვენთან მეგობრობისთვის და დღევანდელი სტუმრობისთვის. მაყურებელს შევახსენებ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ მიან გინეკოლოგი პროფესორი ბატონი მამუკა ნემსაძე. ჩვენ არ გემშვიდობებით, წინ გველოდება კვებით შუქნიშანი. ორსულობა განსაკუთრებული მდგომარეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორსული ქალის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება განსაკუთრებულია. განსაკუთრებულია იმ ნივთიერებების ჩამონათვალიც, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. არა იმიტომ, რომ სამყაროში არ არსებული უჩვეულო პროდუქტები უნდა შემოვიტანოთ, იმიტომ, რომ ყველა პროდუქტის ღირსება გავითვალისწინოთ და ყველა აუცილებელი ნივთიერების ჩართულობა გავითვალისწინოთ. ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დედის ჯანმრთელობისთვის, ნაყოფის ჯანმრთელობისთვის და იმ მდგომარეობისთვის, როდესაც ქალი ემზადება თავის სიცოცხლის ახალი ეტაპისთვის. და ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მაგალითად კვების განსხვავებულ მოდელებზე, როდესაც ცილაზე მოთხოვნილება გაზრდილია, როდესაც სხვა საკვებ ნივთიერებებზე მოთხოვნილება გაზრდილია, მაგრამ ამავე დროს გვჭირდება განსაკუთრებით გამორჩეულად ბეჭდგუფის ვიტამინების გათვალისწინება, განსაკუთრებით ფოლიუმის მჟავის როლის გათვალისწინება, გვჭირდება D ვიტამინის როლის გათვალისწინება, სხვადასხვა მინერალისა და ნაერთის გათვალისწინება, მათ შორის იოდის ადეკვატური მოხმარება, სელენის, მაგნიუმის, თუთიის და რაც მთავარია რკინის და B12, B6 ვიტამინის ადეკვატური მოხმარება. ჩამონათვალი შეიძლება უსასრულოდ გავაგრძელოთ თუნდაც ომეგა-3-ზე მითითებით ან სხვა აუცილებელ ცხიმოვან მჟავებზე მითითებით, სწორად შერჩეულ ნახშირწყლებზე მითითებით და სხვა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ისეთი დროშები, როგორიც არის მაგალითად მარილი. მარილი არის ზოგადად სიფრთხილის ზონა. ყოველთვის სიფრთხილის ზონაა ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობაში, როდესაც მხედველობაში გვაქვს არტერიული წნევა. როდესაც მხედველობაში გვაქვს ჰიპერტენზია, ანუ მომატებული არტერიული წნევა, მარილი ყოველთვის ბრალდებულთა რიცხვშია. არადა სინამდვილეში მარილი ჩვენს ორგანიზმს სჭირდება. ჭირდება იმ სასიცოცხლო ფუნქციების შესრულებისთვის, რომელზედაც დაფუძნებულია ჩვენი ჯანმრთელობა და ჩვენი ორგანიზმის წონასწორობა. მაგრამ ლაპარაკია გადაჭარბებულ მოხმარებაზე და მოდით ერთი წუთით გაიხსენეთ, რა უყვართ ორსულებს, განსაკუთრებით რა იზიდავთ ორსულობის აი ამ სპეციფიკურ ფაზაში, როდესაც ყველაფერი იცვლება, მათ შორის ჩვენი გემოვნებაც. და სწორედ გემოვნების, შეცვლილი გემოვნების პასუხად ორსული ქალის რაციონში ჩნდება მოულოდნელად მაგალითად ჩიფსები,
მაგალითად, პროცესირებული პროდუქტები, დაბრაწული და დამარილებული, დაშაშხული, შებოლილი პროდუქტები, მაგალითად, მწნილები, სხვადასხვა სახის მჟავეული, რომელიც ძალიან დატვირთულია მარილით. ცხადია სხვა ნივთიერებებითაც, მაგრამ გავითვალისწინოთ მარილით და სხვა პროცესირებული ელემენტებით. და ეს ქმნის დამატებით რისკს, რომელიც გულისხმობს მარილის არაადეკვატურ მოხმარებას, რაც უნდა გაითვალისწინოთ იმ ქალბატონებმა, ვისაც წინაორსულობის უკვე ჰქონდა მსგავსი რისკი და განსაკუთრებით უნდა გაითვალისწინოს ყველა იმ ქალბატონმა, ვისაც ექიმის მითითებით აქვს განსაკუთრებული კონტროლი დაწესებული თავის კვებაზე. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ყველასათვის მწვანე მინიშნება წყლის სახით. წყალი გვჭირდება ყველას და წყალი ჭირდება ორსულს. განსაკუთრებით ჭირდება ორსულს იმისათვის, რომ ადეკვატურად მოამარაგოს საკუთარი ორგანიზმი და მოამარაგოს საკუთარი შვილის ორგანიზმი, რეალურად ნაყოფი, რომელიც განვითარების, ინტენსიური განვითარების ფაზაშია. მაგრამ თუ ჩვენ გავითვალისწინებთ წნევის დამოკიდებულებას სითხეზე, მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ სარგებლობ შემთხვევით და ბევრჯერ ვიმეორებ ამ თემას. საზოგადოებაში დამკვიდრებულია სტერეოტიპი, თუ ჩვენ წნევასთან დაკავშირებული პრობლემები გვაქვს, ავტომატურად უნდა შევზღუდოთ წყლის მოხმარება. არა და უამრავი კვლევა არსებობს დამოუკიდებლად და მე ეს კვლევები თქვენ არაერთხელ გაგიზიარეთ, როდესაც წნევის მატებას განაპირობებს სწორედ წყლის არაადეკვატური მოხმარება. ამიტომ თუ ჩვენ ვლაპარაკობთ წყლის მოხმარებაზე, ოპტიმალური მოხმარება არც დეფიციტური, არც გადაჭარბებული იქნებოდა საუკეთესო არჩევანი ყველასთვის და მათ შორის ორსული ქალბატონისათვის, ვისაც შეიძლება წნევა და მისი განსაკუთრებული მდგომარეობა ერთდროულად წარმოადგენდეს რისკს. ეს იყო დღევანდელი ჩვენი რეკომენდაციები, მე გემშვიდობებით ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებ.